დღეს. მუზეუმი მოგიშენ. დავიხო და ესე გაგიშალო სახე. ჩემზე დაბლად გიხარ ბიჭო. Je redis que sur la ville, je revolais la fondue. C'era che una cosa. მე არაფერი ვაიმე შემეშ. ხელი გამის, ბიჭო, ხელი გამის. ნიკა ხელი გამის. გინდა გაგინო, გინდა გაგინო. ბიჭო, იდი ჩვენ გვეუნებიან და ჩვენ გავაჩუღოთ ენა. იმედი უნდი ხარ ვერ და. მარიამ, სანამ ამ პროექტი აი გემრიელა დედის არ გვაგენე, მანამდე მე ამ პროექტიდან გამწვევია. ლორენცო. არ კიდია ლორენცო. ვიცი რომ კიდია და რატო ვაკეთე მაგას ვერ ხვდები. მე ტელეფონი როგორ მინდა. მერე დღეს ფართის მერე იქნება უეჭველი ღამე. მანამდე სტუმრებზე თუ გაგვიყვანო. მე ვაპირებდი ბევრის მოყვანას. მაგრამ აღარ ვაპირებ. ჩემ დაქალს მოვიყვანოს. რატო ვიწვალო ახლა მეთქი ლორენცოს ფართი რომ ახლა რავი მოვიყვან ერთი 10 კაცს რაღაცები. მივიწერები, მაგრამ შეიძლება შემოსვლა. მე და ჯავახამ ლორენცო არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ჩვენს ოთახში აღარ შემოსულიყო, ისევ ახალი პროვოკაციებით მოდის ჩემს ოთახში. მე მაინტერესებს მარიამ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩემი ივენთი არის, რამდენ ადამიანს მოიყვან ივენთზე. ვიყავი გასული და ერთი ჩავწერეთ. იცი, ჩვენ ბაკურიანში ერთ ოთახში ვიყავით. ამას მე რატომ იზიარებ? ამას მე ლორენცოს ვიღაც მონაწილეს მე რატომ იზიარებ? თუ თქვენ არ ახართ ეხლა თავდაცვით რეჟიმში. ხალხი გიყურებთ რომ ფეიკები ხართ. ხარ ეჭვიანო? ანუ უკვე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, ისეთი თვალებით მიყურებს ხოლმე რა. მე ეჭვიანობს თითქოს თუ რა ვიცი რა ხდება. სულ ჩემ და ჯავახას ყველაზე ლაპარაკობდა. შემთხვევით ლორენცოს ხარ შევუყვარდი. არა, გენეცონა. დრამა კინგმა დაგვტოვა და ჰაუში დაგვიტოვა დრამა კინგ. პოსტებში რასაც წერს იმას ლაპარაკობდა ჯავახა 3-4 დღე. მე ჯავახასთან რა შუაში ვარ მე? რაშუა ერთი გეგმა, ერთი გეგმა. რაც ჯავახასთან გაგსალაპარაკოთ და ჯავახას ელაპარაკე რა. დამღალე უკვე მართლა. ეს არის ამათი ფეიქ წყვილი, ამათი ფეიქ love story, ამათი ფეიქ პიროვნებები. დედას გეფიცები, ეს ადამიანები ცალსალკე აქ კონტენტს ვერ გააკეთებენ. ამათი ერთადერთი საშუალება ეს არის. მოდი აქ. შენი კონტენტი რა არის? ეხა ამას ზევიდან გადაადე წვიმაში გისველდება თმები და ეგ არის. მთელი ამ ხელა თინათინი რეკვიზიტი ვარ. შენი კონტენტი რა არის? და რაღაცა ყაროდიები, შენ რა კონტენტი? მე იუმორი მაქვს. მე იუმორი გაქვს. რომელიც არც იუმორი არ აქვს ჯავახას. გუშინ მაგას ეუბნებოდი, არც თავდაჯერებული არ არის, არც იმიჯი არ აქვს, არც ქარიზმა არ აქვს. თქვენი რეალური კონტენტი არის. იუმორზე გეცინება. Fake love story. ლორენცო, აი მთელი გულით გისურვებ, რომ იქნებ შენც ძალიან მალე იპოვო ნამდვილი სიყვარული, იქნებ ცოტა დათბე და დამშვიდ და ესეთი stay cold კაცი. უკლეთ მთელ ამბებში ვარ. პლუს ივენტზე ვფიქრობ, პლუს არ ვიცი სიუჟეტები, ვითარებები, სტუმრების სია ასე შემდეგ და ამ ყველაფერთან ერთად 15 წუთით ადრე, როდესაც ქორეოგრაფი მოვიდა და მე ვიცი, რომ უნდა იცეკოს ერთად ლაშამ, ლელუმ და თინათინმა ლელუ აჟღერებს ესეთ რაღაცას. ბიჭო, თინათინთან და დიანასთან დადგი ცეკვა. არც ერთი უარს არ იტყვის. დიანა იცეკვებს. ლელუმ უარი განაცხადა ცეკვაზე თავისი მიზეზების გამო და ლორენცოსთან დაძაბულობის გამო. ჩემთან არავინ მოსულა და მე არ ვიცოდი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. ესე იგი საქმის გულში არ ჩამაგდა. ეს გვიანი იყო. ჩემი იდეა იყო, რომ მოგვეწვია ქორეოგრაფი ირა კვიცინსკაია, ულამაზესი და უმშვენიერესი თავის საქმის პროფესიონალი და შეგვასწავლის ულამაზეს ტანკოს. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად თავად? თქვენ როგორ ხართ? ცეცხლი აითო და ტანგო დაიწყო. ეს ექნება ფეხები შეთა. ანუ ესე ჩამოვაცურებ ხელს და გადაუგდა ფეხები. გააკეთებს აქ. შენ იქეთ, შენთან იქეთ გაიხედებ. მე ერთმანეს გავუხედავთ. მე წამოვდგებით. ნაშა შოქშია და მეც. ჰაუსში ოცნებები ხდება. ცოტა ახლოს მივიჭი ჯეკ კაცო. აი ეს. ფეხზე მოკიდე ხელი. არ შეიძლება ჯერ. გადაწია. ამპა. აჰა. ჯერ იქით გაიხედე, ნუ შემითო ერთმანეთს შეხედეთ.
ისე საინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი ლელუს რო გაეკეთებინა დიასას რა რეაქცია იქნებოდა. ხანძარი გაგუჩინდება გოგო შენი ცეცხლის. ი, მაგებს ჩავსვათ. დავიდა ი, რამ, პამ, პამ, ი, რამ, პამ, პა. წაიღე ნაბიჯი, ი. ნაბიჯი. ჰოპ, მაიქნიე. ნაბიჯი. დანარჩენს ნახავთ ფარტის. ბატონ დავითს რაღაცეები ფეხებზე კიდია. ვიცი, ელემენტარული არის დილას უადგები რომ რაღაცეები გაასწორო. პირსახოცი აქ თაროზე, სადაც სუნამოები მაქვს, საათები მაქვს და პირის აპარსი მაქვს. ნახმარი პირსახოცი აიქ არ დამიგდო. შენი ნახმარი პირსახოცი საიდანაც ერთი ადგილი აი ესე გამოიწმინდე, უნდა მიმიგდო იმაზე? ჩემ ნივთებთან? კამერებში ლაპარაკი არ შეიძლება მაგაზე, როცა პირადად ჯერ არ საუბრობ. ჯერ ჩემთან მოდი და ილაპარაკე და ჩემ ლოგინზე მე ვარ გეპაში. ჩემი პირსახოცია. და რატო არის ჩემ სუნამოებთან და პირსახოცი? იმიტომ რომ შენი სუნამოები არის აქეთ, აქეთ არის ჩემი კუთხე. ჩემ კუთხესთან ეს ხო და შენი ხო და ეხა არის აქეთ. წეგანი ყო აქ. ჩემო მაგარკაცა ლორენცო. ნუ თუ ასე გაგამწარა ჩემმა წითელმა დროს. ეხა ვის უთხარი ბიჭი? ბიჭო მომისმინე? ეხა ბიჭ ვის უთხარი? ბიჭ, რა წაიღერე, ის იყო გავიმეორე, გაიგე? ბიჭ ვის უთხარი? ბიჭო, პირში შენ ჰაერის უთხარი. ნუ მას უნდავ. ხელი რატომ გაი, ბიჭო, ხელი რატომ გაი? გაიგე, შენ ხელი რატომ ნუ მას უნდავ. ხელი რატომ ეხები? იმიტომ რომ შენი რატომ ეხები? შენი ჰაერი პირში გინდა, მაგრამ ამისთვის ხარ შემოსული, რომ გინდა? ამისთვის შემოხვედი? ეს რაღაცა დეჟაუ მაქვს. ამისთვის შემოხვედი? ეს ადამიანი შემოსული არის იმისთვის, პროვოკატორი რომ ხელი ავწიო და დავარტყი. გინდა რომ გაგიშალო? თავი არა, შენ მაგის თავი გინდა გაგიშალო, მაგის თავი არა. ამ ადამიანმა თავისი გეგმები გაამშხავნა. შენ ახლა გინდა ავიღო და ესე გაგიშალო სახე. შენ ჩემზე დაბლად გეხარ, ბიჭო. რა სიღიმები, ბიჭო, რა სიღიმები? სიმწრის სიცილი და გაოფლია. არ მინდა მე გაყვანა. გასაყვანი ეს არის. დათიკო. კაკა იყავი, ბიჭო. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდოდა რომ თინათინი და დიანა წამეყვანა უშუს გაკვეთილებზე, მაგრამ დიანა იმდენი ხანი არის საბრძანოში, რომ მხოლოდ თინათინი წავყვანე. კაი, მალე გიხვეწ. აი ჰო, რა დაგემართა კაცო, ნუ ხარები. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეხლა მოვედით თბილისის უშუს ფედერაციის დარბაზში და ეხლა გაგაცნობ თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლაშა სუმბულაშვილს. მოგესალმებით. 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 მოკლედ მოგიყვანეთ თინათინი იმისთვის რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება, ჩვენ საკუთარი ძალები მოვსინჯოთ, მით უმეტეს თინათინს დაცვა ჭირდება ხოლმე ჰაუში, ასე რომ თუ ამ ყველაფერს შევასწავლით, მეც ძალიან ბედნიერი ვიქნები და თინათინი ძალიან ბედნიერი იქნება. უკვე განწყობა გვაქვს უშუსი, ეხლა მოვწესრიგდებით და შეუდგებით საბრძოლო ხელოვნების შესწავლას. თინათინ, ეხლა ეს კადრები თუ გავვრცელდა, რომ შენ ღილებს გიკრავ, მით უმეტეს ბოლო 3 ღილი შეგიკარი, მე მგონი ამ ყველაფერზე გათხოვება გაგიჭირდება, ხო? კაი, დამშვიდი, თუ ვერ გათხოვდები, მე მოგიყვან ცოლაც და იქო. მოკლედ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიწყებ! ჩეპ, გროს. ხო, ესე იგი, ეცადე რომ ნახე, შენ რა უნდა ისწავლო. რომ მოდის დარტყმა, გააკეთა ჭები და გროს. და ამ დროს კი არ უნდა გახვიდე და გაიქცე. არამედ აკეთებ, ნელა გააკეთე, რომ არ შეეშინდეს ამას. 1, 2, ხო? ნახე, 1 გაწია, 2 წამოიღე. ხო, აი თითქოს მე მითხრა. მაგრამ მე ბლოკს აკეთებ. კიდე 1, 2 და 3. დავარდა. ეს ხელი წინ ტოვებ აქ და მაგდებ უკან. მიხდი? ნელა კიდე გავიმეოროთ, აბა ეხლა ლორენცოსთან 1 და 2 ხოჩა. აი ეგ არის. სუპერ. ორა გაყინო. ვერ ამოითმინა და აი ესე დაენარცხა ძირს ჩვენი ლორენცო. და იცი? თინათინ აიყო მკელაო, მიმეტებო, ჰა? პროექტში ვარ დასაბრუნ პარასკევამდე მოითმინე და არ ვიცი მე შემინები. ჰაერი, მიწა, ცეცხლი. სასაფო არა ხო? ცოცხალი ხარ? რა გაია უშო.
წინასწარ ბოდის გიხდი ქალბატონო თინათინ. უფალი ქფარავდეს გამძლეობას გისურვებ, მაგრამ ეს ყველაფერი დარწმუნებული იყავ იმაში, რომ მენტალურად და ფსიქოლოგიურად გაგაძლიერებს და მე უფრო კარგად შეებრძოლები ქალბატონ მარიამს. ერთდროულად და ოპა, აი ეს. Stay cool თინათინ. ვიყო. გადაო ბიჭო, კაი ჩემია. ვაიმე, რა ხა გვეშველება? ხო შეიძლება რომ ადამიანურად მომქცეოდი და არ დაგერტყა იმ ადგილას, სადაც არ შეიძლება ჩარტყმა. ეხლა რა გავაკეთო, რა უთხრა ჩემს მეგობარს? შენ ხო ქვის კაცი ხარ და რატო გეტკინა? ქვის კაცი არ ნიშნავს იმას, რომ ქვის მეგობარი მყავს. ქვის გული შეიძლება მქონდეს, მაგრამ ჩემი მეგობარი ისეთივე კარგი არის და ისეთივე არის მობიერი, როგორიც მე, ასე რომ stay ყველაფერი ქვის არ მაქვს. ვინ მეგობარი? მეგობარი. მოკლედ ყველაფრის და მიუხედავად ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე და თინათინი მაინც ვინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას. Stay cold. ძალიან გავერთეთ. ძალიან ვისიამოვნეთ. დაგხვდა ძალიან მაგარი აურა. ბატონმა ლაშამ ყველაფერი გააკეთა, რომ გულთბილი მასპინძლობა გამოეჩინა, ძალიან ბევრი მოძრაობები გვასწავლა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოგვადგება. მაგრამ მე მაინც მეშინია თინათინის ლორენცო. Stay cold. შენ stay cold ჩემო ძმაო, მშვიდად იყავი, თორე შეიძლება მეორედ კიდე მოხდეს. ჩვენ ვიყავით ნამდვილი ინი და იანი. მე რაცია. დაო, როგორ დამტოვე მარტო კაჰა? სად გამექე? ვაიმე დიანა, არ დაიჯერებ და ინტერვიუც კი ერთად ჩავწერეთ. ვაუ. ჰაუსში დაუბრუნდი, მარიამი ძალიან მომენადა. ჩემი 19,000 ჯერ აუტსაიდერი გოგო, მოდი, გოგო. კოჭი მომიტანე. თანახი რა წერია? Cooking star. ხან კითხულობდი, ხან ავიდე გავდი. მადლობა. კოჭი ვარ. აჰა. რა საყვარელია მადლობა. შენ გარეშე ძალიან ცუდი იყო. შენ მეწყიდა რა წახვიდე. ხო, რა უცებ გავასწრებია. მოკლედ შემოძვირფესო მეგობრებო, სანამ სახში არ ვიყავი, მე გავედი ნამდვილი მამაკაცი და ეხლა რომ ადამიანები ვეღარ ატოლებენ ამას წავიდა ფილერების დატოლება. დიახ. საქმეში ჩაერთო ქალბატონი ლელა, საქმეში ჩაერთო მარიამი, საქმეში ჩაერთო ტასო და დავაი. ჰაი-ჰა. პატარა ჩიხუახობს კაბებსაც მანახომ მე რა. მაგრამ მაგზიანებე ხო? მაგზიანებს წაო. აი გაბრეზების დროს რომ ჩხუბობს ხოლმე, რომ დააკვირდები. ეს ხო ეწევა ამაში. ძალიან ჩიხუახოს გას. მაგარ ჩამოწოხსებულია. სახუზე ყავ. მოყევიც გაკეთებული იქნება მას უჭვებ. თურმე შენ და ტასო ამბობთ, რომ ლელუს ყველაფერი გაკეთებული აქვს, ლოყებიც კი გაკეთებული აქვს თურმე ლელუს. ხო და მოკლედ ამ ინტერესით კვდებით ჩვენს გარეკანზე რა. პირდაპირ მოხვიდეთ, ხო, პირდაპირ მოხვიდეთ და მკითხოთ და რამე თუ რჩევა გაინტერესებთ, გითხრათ, სად გაიკეთოთ, როგორ გაიკეთოთ. რაც შეეხება ფილერებს. მინიმუმ შენ არ უნდა გქონდეს გაკეთებული ფილერი, სხვა რომ დააბულინგო ამაზე, მარიამ. რა უნდა დააბულინგებია? შენ არ უნდა გქონდეს აი ეს სახეზე გადასული რომ სხვაზე რამე თქვა. მე სახეზე მაგ გადასული შენი აზრით ტუჩები? შენ ჩემზე ბევრად დიდი ტუჩები გაქვს და ბევრად ძალიან მიხარია მაშინ. ხო და აბა ჩემს ტუჩებზე რატო საუბრობ? ძალიან მიხარია. აბა ჩემს ტუჩებზე რატო ჭორაობ? ჩემს ტუჩებზე რატო ჭორაობ?
ესეთი რამე გაგიგიათ, ანუ სხვისი ფილერი უკვირდეს ადამიანს, რომელსაც φιλერები აქვს შეშვებული ხა. რანაირად შეიძლება ეს? ანუ ხო არაფერი ფილერები არ მაქვს შეშვებული 2 წლის წინ მაქვს მარტო ტუჩი გაკეთებული, ესეც რავი გამივიდა ეს ტუჩი, თორე აი მართლა მქონდა გადასული და დიდი ბოდიში თუ ესეთი ვარ ბუნებრივ. დღეს ისეთი აღრენილი და ავარდნილია, მოკლედ აღარ იცის რა აკეთოს. 33 წლის ხალი დგას და განიხილავს ჩემ ტუჩებს. ანუ რა სასაცილო არის, აბა რა არის? აი ხლა როგორც არიან, ზუსტად ეგ არის რა. აი ესე კიკინებენ და ესე პატარანაირად ყეფენ როგორც პატარა, აი ესეთი პატარა ჩიხუახუა რომ მოვა მართლა და ესე რომ გიყებს და აგრესიული რომ არის. ჩიხუ. მოდი. ეგ შენ და მუზა ბიჭარა აქვს თორე ჩვენ გამხელა ხალი რომ ესეთ რაღაცებს აკეთებ. აი ჩვენი ტოლი შვილი რომ უნდა ყავდეს და შენ ესე მაგის შორს რა შენ ხელა შვილი უნდა ყავდეს ანასტასია და ვერ ყავს. მართლა გავხარ. ეს მართლა 39 წელი. აი მე რა გავაკეთო? 13 წლის უნდა გავთხოვილიყავი, 14 წლის ხალხნო და 13-14 წლის უნდა გავთხოვილიყავი და თურმე ღმერთმა დაიმფაროს ანასტასიას ან მარიამისნაირ შვილი მყავდა. შვილებო, მოდით დედაკროხთან, ანუ ენა მამასიტა ორჩეულებრივად. აუ, ისე იცით რა მაინტერესებს? ჩემ ჩიხუახუას ხორცი რო ვაჭამო, სახლში მოხარშული ხო არა წყენს? აი ესე აცრებზეც წასამყვანი მყავს, იმიტომ რომ მე მგონი ცოფი გადაედო. შენიაც რა ვიცი მე რაც არის და იქნებ მიიღო რო გახვალ პარასკევს. სთხოვე ვინმეს. იძებნება მამრი ჩიხუახუა. ტასო, ჩიხუახუები თქვენ ყავთ, თორემ მე ნაგასი მყავს. ხოდა პარასკევს რომ გახვალ ლელუ, საკუთარ თავს მიხედე. ერთულია ეხლა აი ეს ადამიანები მარტო ჩვენ ვართ ერთმანეთთან კარგად და დანარჩენები ესეთები არიან და ამათთან ერთად უნდა ვიმხიარულო ეხლა ერთმანეთთან შენ ლორენცოსთან იქნები ეხლა და შენთან როგორ ვიმხიარულო ლელუ ხო არ ეჭვიანობ თინათინზე შემთხვევით მე მგონი ლორენცოზე ეჭვიანობ არა ლორენცოზე ეჭვიანობს თუ თინათინზე ეჭვიანობს ვერ გავიგე ორივეზე ეჭვიანობს მგონი მოკლედ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ფართილაბმა მოაწყო გენიალური აურა, შექმნა ჰაუსში გენიალური დეკორაციები და ისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი ძალიან დიდ მადლობას ფართილაბს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დრო არის უკვე შევეგებოთ ჩვენ სტუმრებს, მოუწყოთ მაგიური, მისტიური და საინტერესო დახვედრა. ასე რომ ამ ყველაფრისთვის მზად იყავით, რადგან იმას, რასაც დღეს ჩვენი სტუმრები იხილავენ, ამ ყველაფერს ვერასდროს მნიშვნელობა არ აქვს ჰაუსის რომელიც სეზონიც არ უნდა გაკეთდეს ვერასოდეს ვერ იხილავენ მეთანხმები კიო stay cold შენ რა სიტყვი ეს იცი ძახი stay cold ასე რომ stay cold ეხლა უკვე დრო არის რომ შევეგებოთ ჩვენ სტუმრებს მოდი დროა დავიწყოთ საინტერესო საღამო მოკლედ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იწყება ყველაზე ქარიზმატული ადამიანის. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო საღამო, ძალიან საინტერესო ივენთი და ასევე ძალიან საინტერესო სტუმრები. ეს იქნება საშიშროება, ეს იქნება იდუმალება, მისტიკა და ცოტათი მაგია. აპლოდისმენტებით შევეგებოთ ნინი ორკოშნელს. Bravo! Je me ferai dans la blotte si tu m'aimais moi. J'aurais dit que je suis la ville, j'aurais volé la fondue si tu m'aimais de moi.
ბრავო, შემოძრე ფასო მეგობრებო. დიდხანს ვფიქრობდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შემდეგი სტუმარი. დღეს ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ბატონი ბორის ბედია, ხურვალი აპლოდისმენტები. ხურვალი აპლოდისმენტები ბატონ ბორის ბედიას, რომელიც დღეს შეგვისრულებს ძალიან საინტერესო მისტიურ სიმღერებს. They end the sleep, and so I face the final curtain. My friend, I've said clear, I'll state my case, of which I'm certain. I will live a life that's full. I traveled each and every highway, but much more than this, I did it my way. Lorenzo's partner ცეკვა ჩემთან ერთად. ისე? Lorenzo's partner ჩემთან ერთად. არა, კაია, მომწონს. საოცრება. მოიცკენ ყოველს partner ვიცეკებ ჩემთან ერთად. I had a fear, but then again, without example. მოკლედრა, შოუმენი, ხომ ვერ დავინახე. ამ ორ ადამიანს რო უყურებ, ისეთი შტაბეჭდილება მჩება, რომ კამერებმა დაგვინახოს, ეხლა გვიყრები კამერები, აბა მოდი შენ გაიხედე, აბა მოდი შენ გაიხედე. გვიყურებს კამერები, თვალებში შესციცინებენ ერთმანეთს. მაშინ მიხარი. მაშინ? მიხარია? არა, რაღაც დაძაბული. არა, იმიტომ დიდი ხანი არ მინახი ხან. მოკლედ UN-ზე მონდის დიასა და ლელო და დიასა ცეკვას. მაგრამ ამას ცეკვა არ ქვია ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ამას ქვია what the f***. ამას ქვია სიგოიმე. ამას ქვია უთუ. შემოდის ტელეფონები და რას ხედავ? პარკში წასული მარიამი და ჯავახა რომ გულშემატკივრებს შეხვდნენ, კაცის შვილი არ არის. და რა გააკეთებინა ამ ხალხს? გადაიღეს მხოლოდ როგორ აბზრიალებს პარკში ჯავახა მარიამს. მართლა ვწუხვარ, მართლა. რომ არავინ არ დაგხვდათ. თუმცა ეს რეალობა. საინტერესოა მარიამი როგორ ხდება ხმის ლიდერი ყოველ ჯერზე. გულშემატკივრებთან რო გახვედით ეგ ვიდეო, ანუ სადა? არავინ დაგხვდათ? არა, არავინ ერთი კაც არ იყო. რავი, კონტენტი დაიდო რო არავინ არ იყო ხო და? მართალი ხარ, მართალი. ვიცი ხო და ანუ ბიჭო. კაი, მართალი ხარ, არავინ არ იყო, ხო? სწორი ხარ. ლელო სილოსო პროვოკაციაზე წავმეგოს და ამ შემთხვევაში როგორ მოვიცე? შენ გახვედი გულშემატკივრებთან, სადაც არავინ ხო, ეგ ვიდეო ვნახე. ჯავახ. დაევატა. ოჰო. ჯავახ, შენ და მარიამ არ მითხარით იმდენი ხალხი. გულშემატკივარი არ თუ დავამბრალებ იმას. არ მყავს, გულშემატკივარი არ მყავს. ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც მე ვაშავებ. ეს ადამიანი, რომელიც შენ ჩემს 200 გულშემატკივარზე რო გადაობდი? არა, ლელა. და ხმის ლიდერი რანაირად ხდები, მარიამ? თუ ერთი გულშემატკივარი არ გაქვს. ჩემო, ამაზე შენზე მე ვხდები ხმის ლიდერი. ხო და რანაირად, მარიამ, ერთი გულშემატკივარი ანუ ხალხს სპეციალურად წინა დღეს მოაგვარეს რომ გულშემატკივრები უნდა ენახათ. ერთი გულშემატკივარი არ დახვდა ხალხს. ანუ რას იმაშოვა ხალხო? როდესაც დაანონს ეს მარიამ და ჯავახა, რომ ჩვენო გულშემატკივარი ნუ ნერვიულობ მარიამ დამშვიდი. კლიკერებს ჭიქა გამიგეხენ? ისევ ზედმეტი დაგია. პროვოკაციაზე არ გამოყვებით მე და მარიამი. მოусმეთ სიმღერას და თქვენზე ესე იგი ვიღადავებ. სადარ ჯავახას 1700 ჩატში რო ყავს. სად არის ეს ხალხი? როგორ ვახმებ? სად არის ეს ხალხი? მესამეჯერაც გავხდები აი ნახა. So I think about I just kick it on the night. ქალისთვის რამხელა დამცირებაა, რომ კაცის კოცნა გინდა და ის უბრალოდ თავს გაწევს. თითქოს არც არაფერი მომხდარა. მაგრამ რა კოცნაზეა საუბარი, ისე მოგისროლა, იმაზე არ ქონია პრობლემა და თავი დამცირებულად არ გიგრძნია და დიდი ამბავი ახლა.
ტუჩის ნაცვლად ლოყა მოგიშვიროს შეყვარებულმა. ანუ რას ნიშნავს ნახავ? ანუ ერთი გულშემატკივარი არ მოვიდა და რანაირად გახდები ხმის ლიდერი. ნახავ როგორ გავხდები ხმის ლიდერი. გაიდა? და რაც როგორ ხდება მარ直ხმის ლიდერი მაშინ როცა ერთი გულშემატკივარიც კი არ ხდება პარკში. ერთი წამი უკაცრავად, აი ეს დავაფიქსიროთ, რომ აი ეგ თავზე რა. ანუ თავზე. რა თქმა უნდა ხმის ლიდერი გავხდები და ლელა დატოვებს პროექტს. აი ესეა ჩემო მეგობრო. აბა ეხლა ლორენცოს გადაარჩენს პროექტი, აბა ლელას ხوار გადაარჩენს. რა არის? გოგო, აბა შენ ხوار გადაარჩენს. არ დაგელია მაგდენი, მარია. ფაიმეს ვინ გამომიგზავნო? მადლობა. აი მე რა ლომეზია. გამოდი მარიამ. წერილი არ დას? არა. არა? მე მაქვს წერილი. ეს წამი ვინ გამოგზავნა? გჯერ გავიგოთ კა. მე. შენ არა, ვინ გამოგზავნა? მარიამი იმდენად თავდაჯერებული არის, რომ ეს მათი ურთიერთობა ფეიკი არის, როდესაც ყვავილები შემოვიდა ჰაუში. ვითომ ჯავახასგან. მარიამი ამ ყველაფერს არ უჯერებს ჯავახას, რომ ეს ყველაფერი მისი გამოგზავნილი არის. ჯავახ. ვინ გამოაგზავნიდა ამ ყველაფერს? გულშემატკივრები შენ არ გავს. როდესაც გარეთ გულშემატკივრების დასახვედრად წახვედით, კაცშვილი არ იყო. პარკში დარბოდით 14-15 წლის ბავშვებივით, რომლებიც არ ვიცი მშობლებს ელოდებიან, რომ ფანჯრიდან ნაყინის ფულს გადმოუგდებენ. What the შემდეგ, როდესაც ორივემ ძალიან კარგად იცით, რომ თქვენი ურთიერთობა არის ფეიკი, თქვენი ურთიერთობა არის ფეიკი, მარიამი რა თქმა უნდა ვერ დაიჯერებს იმ ყველაფერს, რომ ჯავახ, ეს ყველაფერი შენ გაუგზავნე. ეს ყვავილები მარიამ შენ იმიტომ რომ შენ გამოუგზავნე ჯავახ თუ გულშემატკივრებმა გამოუგზავნე. შენ გითხარი რომ რაც აქ იქნები თქო ამ ყვავილებს და სიყვარულს არ მოგაკლებ. ანუ შენ გამოუგზავნე. ხო და ეს შენ სიყვარულს და ყვავილებს არ მოგაკლებ და გეუბნები ესეთ რაღაცას. აბა ვისი უნდა იყოს მარიამ? გაგაჩნია ინფორმაცია? ბიჭო, აი გადაობა რა. მე და გოგორო შენთან საკოცნელად წამოიწევ თავს რო ესე გაუწევ, ხო? მივდივართ, არა, ეს არის პროვოკატორი. მე გავიწია საკოცნელად თუ გადაიწევ. ეს არის პროვოკატორი, არ გოგორო შენთან საკოცნელად გამოიწევ და შენ თავს ესე გაუწევ. უად რომან სიყვარულზე მელაპარაკე. ხა რაღაცას ვეთქვი თქვენს წინაშე. არა, დასამტკიცებელი. მოიცა, ბოღმიანი ადამიანების წინაშე ესე გაუწია. ეს ყვავილები. ეს ყვავილები მარიამს და მარიამ მე მინდა გითხრა. მოკლედ, წეღან მარიამი, როდესაც ჯავახასკენ საკოცნელად წაიწია, ჯავახამ რა გააკეთა? ვოდა ყვავილებს. ბიჭო, სიყვარულს სანამ ამ პროექტში ეხა აკოცებენ ერთმანეთს და პრო სახელზე დააკვირდი რამდენად რეალური კოცნა იქნება, რომ დაამტკიცო, რომ ის ყველაფერი ვითომ ნამდვილი არ იყო. მე და მარიამი პროვოკაციას არ ავყვებით. თქვენს ხო ეგინდოდა? ხო დააფიქსიროთ ლელუს და მუზების სახე, რანაირი სურიანები და ბოღმიანები არიან, როდესაც მე და მარიამი ვყვასით ერთმანეთს. ანუ, როგორი რეალური კოცნა იყო? მარიამმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი თავის ხელში აეყვანა და გადაწყვიტა ეს. დაიჭირა ყურებით ეს ჯავახა და აბა მოდი და იმასაც აესი. აი მარიამო, მაგრამ არასცდა. ჯავახას კი არ უნდა დაკოცნა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ზოგადად რომ შეტოპა მდინარეში ჯობია რომ ბოლომდე გატოპო, ვიდრე უკან დაბრუნდე. აბა რას ვიზავთ? უყურეთ ამ ყველაფერს. როგორი რეალური ადამიანებო? ეს ფეიკი. არა, რაღაცა დავაბა. მე და მარიამი მივდივართ პარიზში პროექტი რომ დამთავრდება და ეხა უფრო შეგიძლიათ ბოღმა გადმოაწყოთ კიდე. ეხა წავედი. ლელა დეიდა, შენ ჩვენ ხელას შილები უნდა ტყავდება. აი მე გოგო შეხელაშვილი რანაირად დამყავდა. როგორ გოგო რამდენი წლის ხარ 41 ხო თუ რამდენი 43 შენი მეგობარია მე არ ვარ აგერია 43 თუ რამდენი წლის არის ეს? წარმოიდგინე, გოგო ბიჭსა ესე კიდებს ხელს. აი ესე იწევა საკოცნელად. ვისაც არ შეიძლება ჩვენ არ ერთად ციცირა რო ვაკეთებ, შენ რო ვარ. კამერა რო არის შემოსული რომ დამტკიცო რომ ვითომ ეს ყველაფერი რეალური არის. ისე
შეურაცხყოფა მოგვეყენა და 300-ზე გაგვიშვა ყველა ჩემო კარგებო. არა ეს დაჭი. ნუ მიჭერე. ესე ძალიან მიჭერე. დაჭერა? მარიამ, წამოდი. მარიამ. სად მინდი? სად მინდი ხარ? ხარ მოპარაკები. სად მინდი ხარ? ანუ ამ პროვოკატორებთან მინდი ხარ? ხო. რატო? ჩემი მოპარაკები, ნუ მაგიტო. კაროშ. რა გაგიშვა და მიგიშვა და ეჯახო მე ის სიტყვები რასაც ანუ არ ეძახე წეღან? არ ეძახე წეღან? არ ეძახე წეღან ეგ სიტყვები? რა, გინდა ვიძახო რა ხო და არ მინდა რომ ვიძახო და შემოდი გთხოვ ანუ არა მე არ მინდა შევიდა შინ ანუ გინებას გამოწვევა უნდა ადამიანს თუ კონტროლის უნარი არ გააჩნია აი გოგო გააჩუმეთ ენები ამ ჯავახაზე და მარიამ ენა გოგო ბიჭოიდი ჩვენ გვეუნებიან და ჩვენ გავაჩუმოთ ენა მართლა რა ჯავახ რა ხელში ამოვიდა რა აი კოცა თუ რა იყო რა ამ საქმეა ბიჭო ვიწუ ჩუმა რატო ილინეს აი ახლა გავარკვე ვის უთხრა იდინა აუ მაგარი მკიდია შენ დამტკიცებს არ მაგარი რა არ ვაპირებ რა ფეიკია და რა მართალია შენ და საქმე არ არის რა დიანა რა გინდა წადი მედი უნდი ხარ მე რა აი მე მარიამ დამშვი დიანა ახურებული ხარ და მიდი ახურებული რა არის მარიამ მოგვიყევი განმარტება თორე მე არ ვიცი ვერ ხვდები რა ახურებული ისა შენ დასნაირ ქალს აბა როგორც ხელი გამიშე ხელი და როგორც მარიამ ძალიან დაიხარს აი ამის გამო არ საქართველოს თელი საქართველოს გიყურე გეწევი ბიჭო საქართველოს გიყურე როგორია ახურებულები მარიამ როგორ შეხარ აბა როგორ შეხარ მარიამ წამოდი მარიამ როგორიც შეხარ და დიანა როგორც აი დიანა არის ჩემ შეყარებულზე რო ამბობს ვაი მე ჯავახ შემიყვარდი მე მგონი მოდი გოგო მოდი ჯავახ მოდი ჯავახ ნუ მეხები გთხოვ რა ნუ მეხები შენ შეხება არ მინდა გთხოვ ამერ კლიპი ჩანს ეს არის პატიოსანი ქალი ხო და ვინ როდის თქვა რომ მე ვარ პატიოსანი ჯერ ერთი ხო არ პატიოსანი ქართველი ქალი და ეგ არის მარიამი დიანას ახურებულ ქალს უწოდებს მაგრამ მარიამ შენგან გასხვავებით დიანა არ მისულა თავის შეყვარებულთან ესე რომ ეკოცნა და მის შეყვარებულს თავი არ გაუწებია რომელი ხართ ახურებული შენ თუ დიანა რატო გვეუბნება იდი რატო გვეუბნება შენ ვაფშე დედა ჩემი ანუ იდი რატო ხო და მithumetes იდი დედა შენ სწავლას დედა შენს ეთყვი ეგეთ რაღაცა არა დედა შენ ხო ანუ დედა შენი სწავლას რომ ეძახი ანუ დედა შენსაც ეთყვი მაგას არა შენ გეტყვი მაგრამ დედა შენ ხო რა უკვე დავიღალე ჩემი უზრდელური და მყრალი პირით დავიღალე და ეს ადამიანი რომელიც აუთსაიდერობის წინა ღამეს როდესაც ისევ აუთსაიდერია დაჯდება და ისევ ხმის ლიდერი ადგება რა თქმა უნდა მე ხმის ლიდერი ადგება მარია წამომყევი ხო სვიდი მიხედი რა სიტყვის მეუბნები მიხედი დიანას ესე ირის შენ ვარ გავხარ არა აღარ გაგინები ხო შეიშ გინდა გაგინო გინდა გაგინო ფეხქვეშ გამიგე აი თინათი ნორი წუთი შეგიძლია დაიცა შენ რა გინდა გოგო მე არაფერი ხელი გამიშ ბიჭო ხელი გამიშ ხელი გამიშ ოთახში წამოდი თინათი გადი ხო ხედავ ამ სიტუაციას ანუ ხო ხედავ ხელი გამიშ გოგო რა აბა რა შრები მე არაფერი მე ვდგება ხელი გამიშ რა ხელი გაგიშვა აი თინათი რა გჭირს მართლა რატომ მოყვები ვერ გავიგე ახურებული ხალი შენ და რაც ხარ ხოდა აი დიანა ლიფით რო დგას აქ ქალბატონი ლიფით რო არის გამოცხადებული ლიფი არ გაცია აი ნახეთ ხალხო ლიფით რო არის გამოცხადებული ლიფი არის ახურებული ხალი ხოდა ამის შემდეგ ისევ გვაგინა თითებიდან ერთ-ერთი გვაჩვენა და წაბრძანდა მოსაწევ ოთახში და ჩვენც ახლა რა ვიცი მე გადავწყვიტეთ გაგვერკვიათ რატომ ისევ მივიღეთ ეს შეურაცხყოფები შევედით და მივიღეთ კიდევ შეურაცხყოფები
დაგვიმატეს. კიდია ეს სამი ვიღაცა ურჩხული ვერ გამომწეს მე ბიჭო მან კიდია ესენი. ანუ ამჯერადაც მარიამმა ჩემი სიტყვები გაიმეორა. ანუ საქართველოში ხო არ ქართლის დედა ხო ყავს ხო? ანუ რომელსაც უჭერია ერთ ხელში ხმალი და მეორე ხელში ფიალა. მარიამს დავაჭერინოთ ერთ ხელში დანა და მეორე ხელში არ ვიცი ღვინო და გვეძახოს ახლა და ველოდებით ამას თვითონ ვერ ღანდავს. ამას შეხედე ბიჭო თვითონ ვერ ღანდავს ამას შეხედე. თვითონ ვერ ღანდავს ამას შეხედე. ანუ გვეძახოსო და რატო უნდა გეძახოს? იმსახურებ რომ გეძახოს ეგ სიტყვები? მე პროექტიდან არ გავალ სანამ მარიამი. იმსახურებ რომ გეძახოს ეგ სიტყვები? ის ყველაფერი ხო და მე ვიმსახურებ იმას რაც მე ძახეს, ჩავა. არა და მე დავიცი მე მარტო ჩემზე ვიცოდი რომ მე ვიყავი ახურებული. რჩეულმა. არა, არ იმსახურებ. დიდი მადლობა და მე რა. არ იმსახურებ, ეგ სიტყვები რაც წამოთქვა. რაც თქვა თქვენ წინაშე ეს იყო არასწორი. ჯავა, შენ და დიანა შორის უფრო მეტი ქიმია თუ არ იყოს, დედას გეფისები ვიდრე შენ და მარიამ შორის, აი პირჯვარს გადავიწე. მარიამ, სანამ ამ პროექტში აი გემრიელა დედის არ გვაგინებ, მანამდე მე ამ პროექტიდან გამსვლელი არა. მოკლედ ლორენცო, მე შენ. აპირებ უკვე, დავაი, გელოდებ. დავაი დავიწყო. გელოდებ. მე შენ გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ. ჯერა. თვალებს შემოხერე. არა. არა, არ შემოხერე. თვალებს შემოხერე. წელ გითხარი მოდი. თვალებში შემოხერე. გიყურებ მე? თვალებს შემოხერე. ვიცი რომ ეყურებ. მე? ლორენცო დაალაგეთ ტელეფონს. არ გიწდება? არ გიწდება? ეგ თვალებით რომ ეყურებ, მე გამიტყდეს, მე არა. მიყურე, არ გიწდება რაც გაკეთე? მე მიტყდება შენ ნაკერად. მარიამ. ეგეთ თვალებით სხვას რო უყურებდე, მარიამ, გაიქნებოდა. როგორი თვალებით, როგორი ჩან გიყურებ? ეგეთ თვალებით. აი, პროვოკაციას აკეთებს მარიამ. ისეთი თვალებით უყურებ ლორენცოს, რო თქვენ შემდეგ იყურებ. მარიამ, პროვოკატორი. ანუ მაგას არ ამბობ, ერთი წამი. ლორენცო, რას ამბობ, მაინტერესებს. მონდი. აგდადე. არა, იქ ვშტები, რა ხდება? გისმე? მოიმზადეთ. ეხლა რასაც ვიტყვი სერიოზულად მოიმზადეთ. თუ გამოიცნობთ, მარიამს ვის მიმართ შეიძლება კონდეს ძალიან დიდი ქიმია. აბა თუ გამოიცნობთ. ისეთი თვალებით. რაზაკეთ? ისეთი თვალებით. სხვას რო უყურებ. ჩავხაც ეგეთ თვალებით რატო არ უყურებ? მიგადავი? ეგეთი თვალებით. ჯავახას რატო არ უყურებ? ჯავახას უყურებ მთელი სიყვარულით. ლორენცო, წინაზე რა გავა? stay cold ეხლა? Always cold. Stay cold ეხლა? შემოხედე ამ cold. წინაზე რა არა, გავა? შენ cold არა. წინაზე რა გავა? ჯავახა შენზე არ ეჭვენებს არასდროს. იატაკზე მაგითო იყავი? მიგრაშოშია. მეიცადი იატაკზე ყოფნა რა შოშია? იატაკზე რა დაიყავი? ეგ იყო თამაში, რამდენჯერ თქვა უკვე, რამდენჯერ ავხსნა უკვე. არა, რამდენჯერ ავხსნა უკვე რა ეს იყო თამაში. ნერვები მოგეშავა. ნერვები მოგეშავა. ძალიან მოგეშავა ნერვები. მოგეშავა ნერვები ძალიან მოგეშავა. ხო ვამბობ რომ ანუ სასმელს რო დალევს მარიამი მე всё ჯავახა ლორენცოა ლაშა დათუა სუფეხებზე კიდია ვინ არის მიდიდა ცოტა ცხა ეკლდათ აი ესე მივიდა და ლამის აკოცა რა შოვიტკო რას ვიზავთ? ჩამოცხა ცოტა. ძალიან მოგიშავა. არა. ძალიან მოგიშავა. არა. არა კი არა როგორ არა. კი მოგიშავა. არა. ძალიან მოგიშავა, ამაზე გაგიჟდი. არა.
ხედავ, ჯავახას მიმართ ქიმიას საერთოდ არ აქვს. აბა შენს მიმართ აქვს ქიმია? არ ვიცი, მე ამ ყველაფერს არ ვიცახ. ჯავახას მიმართ საერთოდ არ აქვს ქიმია. შენ რა იცი მე ვის მიმართ მაქვს ქიმია, ბიჭო? რაღაცა ქიმიას გრძნობდა. რები ხდება? ჯავახას მიმართ შენ რა იცი ჯავახას მიმართ მაქვს? ფეიქ ურთიერთობა რო არის, ეგ შეიძლება ძალიან კარგად. ვაფშე არ გეღარ. ემნა ჯავახას ურთიერთობა არ არის. ვაფშე არ გეღარ. მე ჯავახა მიყვარს. მე მიყვარს, მართლა მიყვარს. შენ კიდე იღადავი რაც გინდა გაკეთე, მე მიყვარს. ვიცი ხედავ. მე მიყვარს. შენ ეგეთი თვალებით ჯავახას არ უყურებ. როგორ თვალებით? ძალიან კარგად იცი როგორ თვალებით. ჯავახ, სად ხარ? შენი ნამდვილი სიყვარული აი ესე იკარგება, სადღაც ჰაერში მიფრინავს. გამოფხიზლდი ჯავახ. როგორც შენ გიყურებ? შენ ეგეთი თვალებით ჯავახს არ უყურებ. შენ გიყურებ ეგეთი თვალებით. ლორენცო როგორ გინდა რომ შენ გიყურებ ეგეთი თვალებით, მაგრამ არა. რატომ მიღიმე? რატომ მიღიმე? მოიცადე შენ გინდა ესეთი თვალებით შენ გიყურებ და როგორი თვალებით? და მე მინდა, მე ვაფშე არ მინდა. შენ როგორი თვალებით მე შემოხდები კეთყვი. შენ მიყურებ. მე არ გიყურებ. მე გიყურებ. ათვიცნობიერებ ქიმიას რამხელა მნიშვნელობა. ვიცი რა მნიშვნელობა. ათვიცნობიერებ ქიმია რამდენად მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში, სიამოვნების მიღებისთვის, ყველაფრისთვის. ათვიცნობიერებ? ვიცი. თუ ვიცი რა გაია, მაგრამ ჯავახას მიმართ შენ ქიმია არ აქვს. შემოძვირფასო მეგობრებო. ის რომ ბატონი ლორენცი არის AKA ქარიზმა, AKA თავდაჯერებულობა, AKA აურა, AKA გამოხედვა, AKA სექსუალურობა და AKA ბინძური ფანტაზიების გამხსნელი, მაშინ როდესაც ადამიანს თვალებში უყურებს, ეს ყველაფერი გამოჩნდება. რატო ქონდა მაგაზე? არა. რატო ქონდა მაგაზე რეაქცია? რეაქცია მაგაზე რატო ქონდა? რეაქცია მაგაზე რატო ქონდა? რატო ქონდა მაგაზე რეაქცია? შენ გამწერე მე. რეაქცია მაგაზე რატო ქონდა? თავშობა აქვს. მე გითხარი რა ხალხი. წამოდი ოთახში. რეაქცია. ქონდა მარიამ რეაქცია. მარიამ წამოდი. ქონდა რეაქცია, იმიტომ რომ ყველაფერი არ შეინარდა. მარიამ გითხარი. არგენ ახალი მონაწილე იყო მაგას. არ გისიამოვნა მარიამ, იქ ყველაფერი შეიძლება. მარიამ წამოდი ოთახში. ნიკას რას? რას ნიშნავდა ძალიან ახლოს ხარ ამ ადამიანთან და წამოდი და ეხა ოთახში შევიდე. წამომყევი. მოყვები. რა თვალებით იყურები? რა თვალებით? თვალებით. ბიჭო რას? წამო. შენ არ გეუბნები იმას შეუნები თვალები გაასწორე, ვის უყურებ? თვალებით ვიყო. შენ არ გეუბნები, წამო. თვალებით. შენ არ გეუბნები, მარიამ ეხა ნასვა. ჯავახა ისევ დრამებშია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ კი უნდა ვიყუროს, რომ მაშავებთო. ჯობია მარიამს უთხრა, რომ გაშავებს და გაგაშავა. როგორ ამბობდი? კაცის რეპუტაცია ქალიაო. ვაიმე. ანუ მიშვენეთ, ქალი ახურებულია სერიოზულად. მე გადავედი, ხა? მე გადავედი. ეხა სახეზე ხელი რატომ მოუსავი ლორენცოს მითხარი? როდის მოუსვი ის მოუსვი? წეღან სახეზე ხელი რატომ მოუსვი ლორენცოს? მოუსვი. აი ესე რატომ მოუსვი ხელი? არ მოუსვია. არ მოგისვია? მიხადები შეიძლება არ ვიცი. არ ცხენია? ან დაულაპარაკოთ ხო? არ ვიცი, ლაპარაკი ვაფშე არ მივიღე. ნიკა, გეხოწები არ წახვითის, ნიკა. მოვალ, მარიამ.
ეს რეები ხდება, ვაიმე. ესეც თქვენი წვილი. მარიამის და ჯავახას გულშემატკივრება. წვილი კი არა, სამეული ყოფილა, ტრიო. რეები ხდება, ვაიმე. მე თქვენ მაგას. თვალები შაშიბეში ქონდა და კაცები აებიო. რა ხარა ყოცნიდა და ლამის ლორენცოს აკოცა. ვინმე მაინც ხოვდა ყოფილი. გოგო ცხვირები, იმენე ცხვირები, ხალხო. გოგო მართლა ლამის აკოცას. ლამის აკოცა ჩაულებია. ანუ ლამისა ლორენცოს უფრო ადრე აკოცა ვიდრე ჯავახას. გამოიყენა ეს ყველაფერი. ესეც ეს რა ნორმალურია ამან რაც გააკეთა? შეიძლება რომ ეს ჩავთვალოთ ღალატად, თუ ეს ფეიქ ღალატია, თუ ვაფშე რა არის ეს ხალხნო? როგორ უნდა? სრულიად დამეკარგა ლოგიკური ძაფი. მუხცდა იმ ემოციას არ აძლევს ჯავახა და მაგიტომაც არ აქვს არანაირი გრძნობა და რა ემოციას მისცა. ხო და ზუსტად მაგაშია რა და ცდილობს რომ სხვანაირად კიდე მიიქციოს ყურადღება და წეღან რა ჩადა ეს ადამიანი იძახის რომ ისევ მეო რა მაქვს საეჭვიანო დიანას მიმართო და უკვე სიზმრაშიც ველანდი. პრინციპში დიანას მიმართ რა ქონია საეჭვიანო თუ ლორენცოსთან აქვს საქმე. მაშინ ლელუზე უნდა. ანუ ახლა პარიზში ჯავახას მაგივრად ლორენცო გაფრინდება. მაგასაც ეგუნდოდა. ესეთი რაღაცა გაგიგიათ ხალხო, ვაიმე. რეალიტი შოუების ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა. The opera is dead behind the შავი გედი ვარ ხალხო.